სად ვართ ახლა, როცა ვსვამთ ამ კითხვას, პოლიტიკურად ცხადია, სადაც ვართ და ავტორიტარიზმის რა ფაზაშიც ვართ და სამართლებრივადაც გასაგებია ეს ყველაფერი, რამდენად აბსურდულია განსაკუთრებით ხა ბოლო შემთხვევები, რაც გუშინ გავიგეთ, თუმცა ამის მიღმა უფრო ფართედ ვართ ზუსტად აი ამ ძალიან მნიშვნელოვან წყალგამყოფ ეტაპზე, ჩემი აზრით, მოიპოვებს თუ არა ჩვენ საზოგადოებაში დასაყრდენს ქართული ოცნების რეპრესიები. ანუ პრინციპში ჩვენ მივიღებთ თუ არა აბსოლუტურად გულგრილ საზოგადოებას, რომელსაც არანაღვლებს მის გვერდზე უსამართლოდ დაჩაგრული ადამიანი, ხო? აი, ეხლა ვართ რაღაცნაირად ჩემი აზრით მაგ ეტაპზე, როდესაც ეს უნდა გამოიკვეთოს და გამოჩნდეს და ჩვენი ცხვების დემოკრატიული ძალების მთავარი საზრუნავი, გარდა იმისა, რომ ამ რეპრესიებს უნდა გავუმკლავდეთ, არის სწორედ ის, რომ ჩვენ საზოგადოებაში თანაგრძნობის, სოლიდარობის და მხარდაჭერის ემოცია გავაღვიძოთ. იმიტომ რომ მე რასაც ვხედავ, იმ მასშტაბის რეპრესიას, რასაც ეხლა ქართული ოცნება ახორციელებს თავისი მოქალაქეების მიმართ, სრულიად უკანონოდ, სრულიად უსამართლოდ, შესაბამისი პროპორციით პროტესტი საზოგადოებაში არ მოყვება.